მახსოვს ერთხელ წმინდა პაისი მითხრა: მისმინე, ახლა ახალგაზრდა ხარ და ყურადღებით იყავი, რომ შენი გონებისა და გულის საუნჯეში კეთილი და წმინდა მოგონებები შეკრიბო. უწიგნურმა ბებიამ ყველაზე აღმატებული საღვთისმეტყველო მტკიცებულება მომიყვანა. როგორ გაიგეთ აღსარების შესახებ, რატომ მიხვედით სულიერ მოძღვართან? ისეთი განცდა მაქვს, რომ წმინდა მოგონებათა მთელი ეს საუნჯე ჩემში კი არ უნდა დავტოვო და თან კი არ უნდა გავიყოლო, როცა ამ ქვეყნიდან წავალ. არამედ უნდა გადავცე ეკლესიას, ადამიანებს. ძვირფასო მეგობრებო, მოგესალმებით გულისმიერი სიტყვის გადაცემათა ამ ახალი ციკლიდან სათაურით მოგონებები წმინდა მამებზე. ჩვენთვის დიდად პატივსაცემი ლიმასოლის ყოვლადუსამღვდელოესი მიტროპოლიტი ათანასე მოგვითხრობს იმ გამოცდილებაზე, რომელიც თავისი ცხოვრების განმავლობაში წმინდა ადამიანებთან, სასულიერო პირებთან და ერისკაცებთან ურთიერთობით დააგროვა. მეუფეო, დაგლოცეთ. ღმერთმა დაგლოცოთ. დიდ მადლობას გიხდით თქვენი მზაობისათვის, რადგან სხვა თემატური გადაცემების პარალელურად ამ ახალ ციკლშიც იღებთ მონაწილეობას. ცხადია, ხალხს ისიც უნდა უთხრათ, რომ ამჯერად საერთოდ არ ვარ მომზადებული. არ მაქვს შეკითხვები და არც შენიშვნები მაქვს ჩაწერილი. ერთადერთი მინდა გითხრათ, ასე ძალიან რატომ გსურდათ ამ გადაცემათა ციკლის დაწყება? მეც მადლობას გიხდი ძვირფასო ნიკო, რომ ასეთი შესაძლებლობა მეძლევა. ალბათ ეს ერთადერთი თემაა, რაზე საუბარსაც ვისურვებდი. დანარჩენ საკითხებზე მორჩილებითა და ჩვენი ძმების სიყვარულისთვის ვსაუბრობ. როგორც ბერი იოსები საკუთარ თავზე ამბობდა ხოლმე, მეც ვიტყვი, რომ უკვე ჩემი ცხოვრების დასავალში ვარ. უკვე 64 წლისა ვარ. ცხოვრების მრავალმა წენლმა განვლო. და არავინ ვიცით, როდის გავალთ ამ ამაო და წარმავალი ცხოვრებიდან. მეც ერთგვარ შინაგან მოთხოვნილებას გრძნობ, რომ ამ თემას შევეხო. ასე რომ ყველაფერი, რაც ღმერთმა დაუშვა, რომ შემეცნო, განმეცადა და პირადი გამოცდილებით შემეგრძნო, სულს ჩვენს ეკლესიას გადავცე. რადგან მიმაჩნია, რომ ყოველივე ეს ეკლესიის გამოცდილებაა. და იმ მიზნით გვეძლევა, რომ ჩვენს ძმებს სარგებელი მოუტანოთ. ვაცნობიერებ ამას და მახსენდება ჩვენი მამები, რომლებმაც თავიანთი ცხოვრების დასასრულს იგრძნეს იმის საჭიროება, რომ ჩვენთვის გადმოეცათ ყველაფერი, რაც თავიანთი გულის განცდსაცავში გააჩნდათ. მახსოვს 1967 წელს, ვიდრე ბერი იოსები კვიპროსში ჩამოვიდოდა და როცა ჯერ კიდევ კუტულუმში სავანეში ვიყავით, ჩვენმა ბერმა სავანის მამები შეკრიბა და პირველად გვესაუბრა იმ წმინდა მამების შესახებ, რომლებიც სტავროუნის სავანეში გაიცნო. მან ხატოვნად და სულიერი განმარტებით აღგვიწერა იმ საძმოს ღირს მამათა მთელი დასი. შემდეგ ეს მონათხრობი ფურცლებზე გადაიტანა და ჩვენ ბროშურებად გამოვეცით. ვატოპედის სავანემ ნაყოფიერად აითვისა ეს ჩანაწერები და ამასთან ერთად საბედნიეროდ ყველაფერი ჩაწერეს, რაც ნეას კითში მოსმენილისგან ახსოვდათ. წმინდა პაისი ათონელმა დაწერა წიგნი მთაწმინდელი მამები და მთაწმინდა, რომელშიც თავისი გამოცდილებები და მოგონებები აღწერა. კრებულში შეიტანა ცხოვრება წმინდა არსენი კაპადოკიელისა, ბერი ჰაჯი გიორგისა და იმ მრავალი მამისა, რომელთა შესახებაც თავის ცხოვრებაში მოგვითხრობდა. თანაც ხშირ შემთხვევაში სხვადასხვა წვრილმალის თარიღებისა და მოვლენების გამოკვლევას გვავალებდა. მახსოვს ერთხელ წმინდა პაისი მითხრა: მისმინე, ახლა ახალგაზრდა ხარ და ყურადღებით იყავი, რომ შენი გონებისა და გულის საუნჯეში კეთილი და წმინდა მოგონებები შეკრიბო.
შექმნა ერთგვარი განცდსაცავი, რომელსაც დროდადრო მიუბრუნდები და სირთულეების ჟამს მიმართავ. როცა ნუგეში გამტკიცება და შთაგონება დაგჭირდება და შესაძლოა გარშემო აღარ გყავდეს ისეთი ადამიანები, ვინც დახმარებას გაგიწევს. ეს თავისთავად მოხდა. ძალიან მადლიერი ვარ ჩვენი წმინდა ბერის, იოსებ ვატოპედელის, რადგან თავად განეცადა სხვადასხვა გამოცდილ მამებთან დაცნობობის ეს დიდი სარგებელი და არა მხოლოდ არ მაბრკოლებდა, რომ ათონელი წმინდა მამები მომენახულებინა, არამედ მაქეზებდა კიდეც. ყოველ ჯერზე, როცა ასეთი სულიერი მოგზაურობიდან ვბრუნდებოდი, მეკითხებოდა, რა ნახე, რა ისწავლე, რა გითხრეს მამებმა და თავადვე განიმარტავდა სხვადასხვა სულიერ საკითხს, რომლებსაც მე ზოგჯერ ერთს კი ხვდებოდი. ასე მომცა ჩემმა მოძღვარმა გარკვეული თავისუფლება არაერთ გამოცდილ მოღვაწესთან ურთიერთობისა, რაც სულიერ ცხოვრებაში დიდად შემეწია. და შემიძლია ვთქვა, რომ ეს კეთილი მოგონებების ერთგვარ საუნჯედ, ერთგვარ განცდსაცავად იქცა, რომელსაც აქ, ქალაქის უდაბნოში, ცხოვრების ჟამს ხშირად მივმართავ, ნუგეშს ვიღებ და შვებას ვპოულობ. ისეთი განცდა მაქვს, რომ წმინდა მოგონებათა მთელი ეს საუნჯე ჩემში კი არ უნდა დავტოვო და თან კი არ უნდა გავიყოლო, როცა ამ ქვეყნიდან წავალ, რადგან ადამიანურად არც თუ მრავალი წელი დაგვრჩენია, არამედ უნდა გადავცე ეკლესიას, ადამიანებს, რომლებსაც წმინდა ადამიანებისგან მაგალითების აღება უყვართ. წმინდა მთასა და კვიპროსზე ისეთ პერიოდში მოგვიწია ცხოვრება, როცა ჯერ კიდევ ცხოვრობდნენ უბრალო ბერები, რომლებიც წმინდა მთის უდაბნოებში სკვნილით ხელში, თოფრით მხარზე, ხელჯოხით გადაადგილდებოდნენ და თან იესოს ლოცვას ამბობდნენ. საათობით მიდიოდნენ ფეხით და ხრევით ტვირთს ეზიდებოდნენ. მაშინ არ არსებობდა ტელეფონები, არც მანქანები, არც სამგზავრო ავტობუსები. ცხოვრების წესი ჯერ კიდევ პრიმიტიული იყო. ათონის მთაზე პირველად პატარა ხის ნავით შევედით. მოესწარით იმ ბერებს, რომლებიც ნამდვილად შუქურების მსგავსად ბრწყინავდნენ ათონის მთის უხილავცის კამარაზე. მათთან ნაცნობობა ჩვენი უძლურებისა, რწმენაში გამტკიცებისა და, ასე ვთქვათ, სულიერი არსენალისთვის დაუშვა ღმერთმა. ეს ყველაფერი დაიწყო კვიპროსიდან. რა თქმა უნდა, მაშინ 16 წლის ასაკში ვერ ვაცნობიერებდი იმას, რომ წმინდა ბერებთან ეს ნაცნობობა ჩემთვის საკმაოდ მნიშვნელოვანი იყო. ახლა ხვდები, რომ როგორც მოზარდს, შთამბეჭდავი მაგალითები და ძლიერი შთაგონება მჭირდებოდა. ეს კი კვიპროსის მონოზნობაში ვიპოვე. მიუხედავად იმისა, რომ მაშინ კვიპროსის მონოზნობა ერთგვარ რაოდენობრივ დაღმასვლას განიცდიდა, არსებობდნენ მონასტრები, რომლებიც ამ სულიერ გამოცდილებასა და ტრადიციას ინარჩუნებდნენ საბედნიეროდ. მამები პრაქტიკაში ახორციელებდნენ ამ ყველაფერს და ეს ცოდნა, თუნდაც თეორიული, ჩვენს გადმოგვცეს. ძალიან დიდ მადლიერებას ვგრძნობ ბერი იოსების მიმართ, რადგან როგორც ყველა სხვა საკითხში, აქაც თვალები ამიხილა და ამეხმარა ამ ადამიანთა ღირსება შემეცნო და რომ ყურადღება გარეგნულისთვის კი არ მიმექცია, იყვნენ რა უბრალონი, დაბალნი და მოუწესრიგებელნი, არამედ გარეგნულის მიღმა დამენახა ის, რაც სინამდვილეში იყო და კეთილი გულისიტყვები მქონოდა ამ მამების მიმართ.
ამაში ძალიან დამეხმარა წმინდა პაისიც, რომელიც გულის სიტყვებთან დაპირისპირებაში გამსწავლით, როდესაც მოვლენებს არასწორად ვხედავდი და ვაფასებდი. ღმერთმა თავისი უსაზღვრო სიყვარულითა და მზრუნველობით ჩემი უძულრებისთვის დაუშვა ეს ყველაფერი. მისთვის ხომ არაფერია დაფარული და მიუწვდომელი. თოდა რომ გარკვეულ დროს ჩემი მრავალი ცოდვის გამო ხალხის გარემოცვაში არაერთ რთულ ვითარებაში აღმოჩნდებოდი. დიდი პასუხისმგებლობა დამეკისრებოდა და ჩემი ყოველდღიური ღვაწლისთვის ასეთი სულიერი თავშესაფარი დამჭირდებოდა, რომლისგანაც მომეცემოდა შთაგონება და მივიღებდი ძალას და შვებას. ასე რომ გრძნობრა ღმერთისგან მონიჭებული ამ სიმდიდრის გაცემის საჭიროებას გადავწყვიტე გადაცემათა ეს ციკლი დაგვიწყო. სიმართლე გითხრა, არ ვიცი მოვახერხებ თუ არა იმის გადმოცემას, რასაც ვგრძნობ, მაგრამ აუცილებლად შევეცდები. ვითხოვ შემწყნარებლობას ჩვენი მსმენელებისა და მაყურებლების მხრიდან. ნუ გაიგებენ ისე, რომ ყოველივე ეს იმისათვის კეთდება, რომ რაიმე პირადი განდიდება და შექება მივიღოთ. რეალობა საპირისპიროს ცხადყოფს. კარგი მოძურები კი გავიცანით, მაგრამ სამწუხაროდ ცუდ მოწაფეებად დავრჩით. მეუფეო, როცა ამ ციკლის შექმნაზე ვსაუბრობდით, ვიფიქრე, რომ თქვენს ცხოვრებაში 3 ეტაპი გაიარეთ. პირველი არის სიყმაწვილისა, როცა ჯერ არ გქონდათ გადაწყვეტილი მონაზვნური ცხოვრების გზაზე შედგომა. მეორე ეტაპი, როგორც მახსოვს, როცა უკვე წმინდა მთაზე მიხვედით და ბერ იოსებთან ერთად იყავით და ეს დიდი წმინდანები გაიცანით. და მესამე, თუ არ მეშლება, როცა თქვენი მოწყლის კურთხევით კვიპროსზე დაბრუნდით და საღვთო მსახურება დაიწყეთ. ვიდრე სულიერ გამოცდილებებზე მოგითხრობდეთ, მინდა გითხრათ, ბავშვობიდან გქონდათ თუ არა ეს განცდა, რაც ზემოთ აღნიშნეთ. ანუ თქვენ თქვით, რომ წმინდა პაისიმ ბერმა იოსებმა თავიანთი გამოცდილებები აღწერეს და დიდი სარგებელი მიიღეთ. ამ სარგებელს ბავშვობიდან ვეგრძნობდით? უდავოდ ვგრძნობდი, რომ ეს პიროვნებები დიდი მნიშვნელობისა იყვნენ. პირდაპირ მნიშვნელობით შეიძლება ითქვას, რომ შთამაგონებდნენ და აღმაფრთოვანებდნენ, მაგრამ ვერ ვაცნობიერებდი თუ როგორ დამეხმარებოდნენ შემდეგში. ცხადია, ადამიანი დროთა განმავლობაში ღვინდება და ახლა როცა 64 წლის ვარ, უფრო სხვანაირად აღვიქვამ ჩვენს მამებს, ვიდრე მაშინ, როცა 18-20 წლის ვიყავი. იმ დროს 20 წლის ბავშვივით ვხედავდი მოვლენებს, ახლა კი როგორც 64 წლის ბერიკაცი. შესაბამისად, საკითხი სხვადასხვაგვარად იყო, მაგრამ იმავდროულად ღვთის განგებულებასაც ვხედავ. ყოველივე ეს ღმერთისგან იყო. მე მაშინ არ მქონია ის მისწრაფება, რომ წმინდა ადამიანები გამეცნო. კი ბატონო, მქონდა თანდაყოლილი გულის წადილი, მსგავსი რაღაცეები მესწავლა და მენახა. თუმცა მრავალს უნდოდა და ვერ იხილა. ღმერთმა შემიბრალა, რადგან დიდი სულიერი საჭიროება მქონდა და ისეც არ მიძღვა, როგორც თავად იცოდა და უწყოდა. ადამიანურად მოვლენები არც თუ სასიკეთოდ იყო ჩემს ცხოვრებაში. ანუ არ მქონდა სულიერი ცხოვრების წინაპირობები. ჩემი ოჯახი არ ცხოვრობდა ქრისტიანულად. გეტყვით მხოლოდ იმას, რომ არ მახსოვს ჩემი ბავშვობის წლებში ოდესმე ჩემს მშობლებთან ერთად ტაძარში წავსულიყავი. საერთოდ არანაირი კავშირი არ გქონდა ეკლესიასთან. აბსოლუტურად არანაირი. ერთადერთი ადამიანი, რომელიც ერთგვარი სარკმელი გახლდათ ეკლესიის ცხოვრებაში, ბებია ჩემი იყო. ეს ქალი უწიგნური და წერა-კითხვის უცოდინარი იყო პირველი ადამიანი, რომელმაც ხელი ჩამჭიდა და ეკლესიაში წამიყვანა. ჩემმა მშობლებმა კი მხოლოდ იმის გამო მომცეს ეკლესიაში წასვლის საშუალება, რომ ბებიას გავყოლოდი და მანქანა არ დაჯახებოდა. ბებია სოფლიდან იყო და არ შეეძლო ქალაქში დიდხანს გადაადგილება. და მეც ბებია ჩემის მიმართ დიდი სიყვარულის გამო თან დავყვებოდი მას. მახსოვს ეკლესიაში ყოფნისას ბებია ხან მუხმოყრილი იდგა და ხან მეტანიებს აკეთებდა. მით უმეტეს
ხანში შესული და ცოტა სავსე აღნაგობის ადამიანისთვის არ იყო ადვილი მეტანიების კეთება. როცა ეკლესიაში პირველად წამიყვანა, დიდმარხვის პერიოდი იყო და დიდი სერობა აღესრულებოდა. რა ასაკის იყავით მაშინ? მაშინ 10-11 წლის ავიქნებოდი. მახსოვს, როცა ბებია მეტანიებს აღასრულებდა, ვერ ვხვდებოდი და საკუთარ თავს ვეკითხებოდი. რატომ აკეთებს ამას მეთქი? თუმცა ისიც ვერ მიხსნიდა. მე უბრალოდ მივყვებოდი და მასთან ერთად ეკლესიაში დიდ მადლს ვგრძნობდი. ასევე ჩვენ სოფელში მახსოვს, როგორ გამარტოვდებოდა ერთ პატარა ოთახში, რომელშიც მხოლოდ საწოლი იდგა. მახსოვს, ყოველ დილას ფანჯარასთან ფეხზე იდგა, სკვნელზე ლოცულობდა და დაახლოებით 2 საათის განმავლობაში იესოს ლოცვას წარმოთქვამდა. მეც ვხედავდი ხოლმე ამ ყველაფერს. იქაც მუხს მოიყიდა და ლოცულობდა. მაგრამ რაც ყველაზე მეტად დამეხმარა იყო ის, რომ ბებია ცხადია საღვთო მადლის წაქეზებით დამაყენებდა და სასულიერო ლიტერატურას მაგითხებდა. ვინაიდან წერა-კითხვა არ იცოდა, მეტყოდა: შვილო, არაფერი ვიცი, არც მხედველობა მივარგა. შენ ხომ იცი კითხვა, მოდი და წამიკითხეო. ბებია მონასტრებიდან წმინდათა ცხოვრებებს ყიდულობდა. მე კი უკითხავდი. ამდენად უკითხავდი რა წმინდათა ცხოვრებებს, მეც ვისმენდი, რადგან სხვაგან ამის საშუალება არ მქონდა. აი ეს გახლდათ ჩემი პირველი შეხება ეკლესიასთან. ყავს ორი და როგორი ურთიერთობა გქონდათ თქვენს დებსა და ბებიას? ბებია ყველას უყვარდა. უმცროსი და 10 წლით პატარა იყო და შესაბამისად ჯერ კიდევ ჩვილი იყო, როცა მე ეკლესიაში დავდიოდი. უფროსი და ჩემზე 4 წლით დიდი იყო. მას თავისი ამხანაგები და სამეგობრო წრე ჰყავდა. კარგი ბავშვი იყო, დამჯერი, მაგრამ ეკლესიასთან რაიმე განსაკუთრებული ურთიერთობა არ ქონია. სახლში არ გვისწავლია ქრისტესთან ურთიერთობა. მეუფეო, ცხადია დასაწყისიდან გვიყვებით ყველაფერს და იქნებ გითხრათ, გასული წლების გამოცდილების შემდეგ აცნობიერებთ ახლა, რასაც მაშინ ბებიასთან 10 წლის ასაკში ხედავდით. ბებია ჩემი უდავოდ საღმრთო განგებულებით მოქმედებდა. იგი უბრალო ადამიანი იყო, ღვთისმოსავი. ზედმიწევნით იცავდა ეკლესიის გარდამოცენას. ძალისაებად მარხულობდა. აღსარებაში მოძღვარს გულს უხსნიდა. ლოცვაში შრომობდა და ხშირად ეზიარებოდა. ყოველივე ამას ზედმიწევნით ასრულებდა, მაგრამ ამასთანავე ხასიათითაც კეთილი იყო და კეთილი ნიადაგი ჰქონდა. გესაუბრებოდათ ეკლესიის შესახებ, ანუ მარტივად რომ ვთქვა, გიქადაგებდათ? ქადაგებით არა. ბევრი რამ არც კი იცოდა, რომ ჩემთვის რაიმე განსაკუთრებული ეთქვა. მაგრამ ორ სიტყვას მეტყოდა ხოლმე, რაც ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო. ბებიას მიმართ დიდი სიყვარულის გამო ყოველთვის მის გვერდით ვიყავი და დიდი სიამოვნებით უსმენდი. თავის მხრივ ბებიაც დროს მithმობდა. ოკუპაციამდე, როცა ჯერ კიდევ მშვიდობა იყო და მოსახლეობაც ციაეცხოვანი იყო, საღამოობით სოფელში მივდიოდით ხოლმე. სოფლის მკვიდრნი სახლის ეზოებში იკრიბებოდნენ და საუბრობდნენ. მაშინ სახლებში არ ჰქონდათ ტელევიზორები, არც ტელეფონები. ჩვენ სოფელში არ არსებობდა მსგავსი რაღაცეები. ესე იგი, ასე ვთქვათ, ღმერთთან პირველი შეხება ბებიის მიერ მოხდა. დიახ. ოჯახის დანარჩენი წევრები გულისხმობ დედმამიშვილების გარდა. ოჯახის დანარჩენმა წევრებმა, როგორც ლუკას სახარებაში ვკითხულობთ, აგარაკი იყიდეს. არ ეცალათ ქრისტესთვის. დიახ, მესმის, მაგრამ ოჯახის დანარჩენი წევრები ხომ ხედავდნენ, რომ პატარა ბავშვი სულ ბებიასთან იყო. თავიდან არაფერს ვამხელდი და არ ვამბობდი, რას მიყვებოდა ბებია. მეუბნებოდა არ გამცეო. და მეც არაფერს ვამბობდი. შემდეგ დამოუკიდებლადაც ფარულად ჩემი ველოსიპედით მივდიოდი ეკლესიაში და არ ვამხელდი ჩემს მშობლებს, სად მივდიოდი. ისინი როგორც ქალაქელები თავისუფლებას მაძლევდნენ და ასე ვთქვათ, არ მქონდა არანაირი შეზღუდვა. მივდიოდი სადაც მინდოდა. მშობლები მენდობოდნენ, რადგან არ ვიყავი ცელკი და ველოსიპედით ყველგან დავდიოდი. საათობით ვიკარგებოდი სახლიდან. ამ დროის განმავლობაში ჯერ ეკლესიაში ვიყავი, შემდეგ კი გიმნაზიაში. ჩემი მშობლები ვერ ხვდებოდნენ სად ვიყავი. ბოლოს როცა უკვე მე-9 კლასში გადავედი, მიხვდნენ, რომ მათთვის საქმე არც თუ სახარბიელოდ იყო.
ახლა, როცა 64 წლის ხართ, როცა ასეთი დიდი გზა გავნდეთ, მიგაჩნიათ თუ არა, რომ თქვენს მიმართ მშობლების მაშინდელი დამოკიდებულება ღმრთის განგებულება იყო? ის რომ არ ამიკრძალეს და ეკლესიაში სიარულს არ მიშლიდნენ, ღმრთის განგებულებით იყო. მაგრამ ცხადია, ღმერთისგან არ იყო ის, რომ მათ ეკლესიაში არ დავყავდი და არც თავად ცხოვრობდნენ ქრისტიანულად. ეს მათი არჩევანი იყო. ასეთი იყო იმდროინდელი ეპოქის იდეოლოგია. მამაჩემი ფინანსურად საკმაოდ შეძლებული ადამიანი გახდათ. დამთავრებული ჰქონდა იმჟამინდელი გიმნაზიაც. მაგრამ ათეისტი იდეოლოგი იყო და არანაირი კავშირი ღმერთთან არ ჰქონდა. როგორი განვითარება მოყვა ამ ყოველივეს? იწყება ბებიით და გრძელდება. 10 წლის ხართ და თანდათანობით ასაკიც გემატებათ. ვინაიდან ჩვენი ინტერვიუების სულისკვეთება თანამედროვე წმინდა მამათა ეპოქას ეხება, მხოლოდ ორიოდე სიტყვით ვიტყვი. რათა ისე არ გაიგოს ხალხმა, რომ საკუთარ თავზე ვსაუბრობ. როცა მე-7 კლასში გადავედი, ჩემს წინაშე სხვა ჰორიზონტები გადაიშალა. გიმნაზიაში ტექნიკური მიმართულება ავირჩიე. მაშინ ტექნიკური სასწავლებელი ძალიან მაღალი დონის იყო. ყოველ შემთხვევაში კვიპროსზე. სასწავლებელს ჩასარიცხად მისაღები გამოცდებიან ჩაგებარებინა. მათემატიკაში, ისტორიაში, ახალ ბერძნულში და სხვა. მხოლოდ წარჩინებული მოწაფეები აბარებდნენ. მოულოდნელად მეც ჩავაბარე და ტექნიკურ სასწავლებელში დავიწყე სწავლა. ჩემს კლასში ყველანი კარგი ბავშვები იყვნენ, მაგრამ სულიერი საკითხები არ აინტერესებდათ. როგორც ეს იმ ეპოქისთვის იყო დამახასიათებელი. მათ სხვადასხვა გატაცებები ჰქონდათ, როგორც ამასაკის ყველა ბავშვს. ჩემ გვერდით ერთი ძალიან კარგი ბიჭი იჯდა. ხასიათებითაც ვეწყობოდით ერთმანეთს. დავმეგობრდით და ვსაუბრობდით იმ საკითხებზე, რაც ორივეს გვაინტერესებდა. ძალიან კარგი მეგობრები გავხდით. ერთ დღეს ქრისტეშობის დღესასწაულის შემდეგ მე-7 თუ მე-8 კლასში ყოფნისას ერთი ბავშვი მოვიდა და გვითხრა, რომ ესა და ეს ბიჭი გულისხმობდა ჩემს გვერდით მჯდომს, იეღოველი არისო. მე არ ვიცოდი ეს რას ნიშნავდა. ვიცოდი მხოლოდ ის, რომ რაღაც ძალიან ცუდი იყო. ჩემს წარმოდგენაში იეღოველები ბოროტი ადამიანები იყვნენ. ვიღაცაზე აუგად იტყოდნენ, ეს იეღოველი არისო. და ამის მეტი არაფერი ვიცოდი. ამან ძალიან დამამწუხრა. მივედი ჩემს მეგობართან და კითხე. მართალია რომ იეღოვა ხარ? მან კი მითხრა, მე იეღოვა კი არ ვარ, იეღოვას მოწმე ვარ. იეღოვა ღმერთი არისო. მე ძალიან დამწუხრდი და ტირილი დავიწყე. ვიჩხუბეთ და ერთმანეთს აღარ ველაპარაკებოდით. მაგრამ შემდეგ შევრიგდით, რადგან მერხსეც ერთად ვისხედით. მაშინ იმ ბავშვმა ღმერთის შესახებ საუბარი დამიწყო. ალბათ პასუხის გაცემაც არ შეგეძლოთ მისთვის. არ შემეძლო, უბრალოდ უსმენდი. შემდეგ ბიბლია მომცა და მეც კითხვა დავიწყე. მაგრამ ისე როგორც ჩემი მეგობარი მეუბნებოდა. იჩვენებდა ამონარიდებს და მეტყოდა. აი ეს ამონარიდი ამბობს ამას, რომ ღმერთის სახელი არის ესა და ესო. ეს ამონარიდი ამბობს, რომ არ უნდა შევქმნათ კერპები. მეც ვკითხულობდი და მისი ხელმძღვანელობის შესაბამისად მოქმედებდი. საფხულში სოფელში წავედი. ბიბლიაც თან გავიყოლე და ვკითხულობდი. ვიფიქრე ბებიასთვის გაკვეთილი ჩამეტარებინა და ვუთხარი. ბებია, იცი რომ ღმერთის სახელი იეღოვაა? ბებიას თმები ყალზე დაუდგა. რას ამბობ? იეღოველი ხარ? ამას რას ამბობ? მე მისი დარწმუნება დავაპირე, რომ წმინდა წერილი ამას და ამას ამბობს. უწიგნურმა ბებიამ ყველაზე აღმატებული საღვთისმეტყველო მტკიცებულება მომიყვანა. მისმინე შვილო, ისინი 50 წელიც არ არის რაც გამოჩნდნენ. მანამდე საერთოდ არ არსებობდნენ. ქრისტემ თავისი ამ ქვეყნად მოსვლის დღიდან ეკლესია დააფუძნა და რა გამოდის? ახლა მათ უნდა გვიქადაგმოსახარება? ისინი ახლა გამოჩნდნენ. ჩვენთან კი ეკლესია პირველი საუკუნიდან წმინდა მოციქულ ბარნაბას დროიდან არსებობდა. იმხანად ერთ-ერთ ტაძრის დღესასწაულზე შემთხვევით გადავაწნე წიგნს სათაურით იაღვეს მოწმეთა ცდომილებები. ვიყიდე, წავიკითხე და მივხვდი, რომ არასწორად ესმოდა წმინდა წერილი. იმ ბავშვთან მეგობრობა მაინც გაკავშირებდათ? დღემდე მეგობრობთ. გასაგებია. შემდეგი 2 წელი გაკვეთილების შესვენებებსა და ზოგადად თელ დროს წმინდა წერილზე საუბარს უთმობდით.
უკაცრავად არ მინდა გაგაწყვეტინოთ, მაგრამ თქვენი მეგობარი დღემდე იეღოველია? დიახ, იეღოვას მოწმეა. ამიტომაც არ ვახსენე მისი სახელი, რადგან ახლაც ცოცხალია. მთელ დროს წმინდა წერილს უთმობდით. ის კი არა, ორივე გავთავისუფლდით სპორტული ვარჯიშებიდან, რომ ეს დრო წმინდა წერილზე საუბრისთვის დაგვეცნო. ორივეს ხელთ გვეპყრა წმინდა წერილი და ვსაუბრობდით. აბა რა გითხრათ? წმინდა წერილის ასეთი შემოცნება სხვა დროს არასდროს მქონია. ეს ყველაფერი ლიმასოლში ხდებოდა? დიახ, აქ ლიმასოლში მახლობლად მათმა ასეთმა მდგომარეობამ ხალხზე შთაბეჭდილება მოახდინა. ეს იყო ჩემი პირველი შეხება რელიგიურ საკითხებთან. ამის შემდეგ, როდესაც მართლმადიდებლურ საკითხებზე მეტი ცოდნა შევიძინე, ჩემმა თანაკლასელებმა აქ მიტროპოლიაში სულიერ მოძღვართან მიმიყვანეს. აღსარება ვთქვი და ჩემს სულიერ ცხოვრებას დაუდე საფუძველი. შემდეგ სხვადასხვა საკვირაო სკოლა, წმინდა წერილის წრეები და ქრისტიანული საძმოები აღმოაჩინე. და სადაც ისინი იყვნენ, მეც იქ მივდიოდი. ერთი წუთით ეს ძალიან მნიშვნელოვანია. როგორ გაიგეთ აღსარების შესახებ? რატომ მიხვედით სულიერ მოძღვართან? კლასელებმა მითხრეს, მათ ვინც მითხრა, რომ შენი მეგობარი იეღოველიაო. მითხრეს ახლა წადი და აღსარება თქვიო. რახან მასთან მეგობრობო? დიახ. მითხრეს, რომ შენი ცოდები უნდა აღიარო. ცალკე საკითხია, რომ ჩემი პირველი აღსარება ძალიან მტკივნეული იყო. რატომ? რვეული გავავსე. მაშინ წითელი რვეულები გქონდა. არ ვიცი მოესწარით თუ არა საბერძნეთში. ეს რვეული ცოდვების ჩამონათვალით გავავსე. მეგონა რომ ყველა ცოდვა სახეობის მიხედვით და დაწვრილებით უნდა მეთქვა. საბრალო მოძღვარი. ის ხანში შესული და თან სნეული იყო. აქ ჩვენს მიტროპოლიაში მსახურობდა. უკაცრავად რვეულით მიხვედით? რვეულით. მოძღვარი მეუბნებოდა, სწრაფად შვილო, ცოტა შეკვეცეო. თანაც ცოტა აღშფოთებულმა მითხრა. მეც დავიბენი, ოფში გავიწურე. რაც შემეძლო ვთქვი. წამიკითხა შენდობის ლოცვა და იმ საღამოს ეს მოძღვარი გარდაიცვალა. არ ვიცი მე ვიყავი თუ არა მიზეზი. თუმცა ძალიან მოხუცი და სნეული იყო. მეორე დღეს სკოლაში გავიგეთ მამა მარკოზი გარდაცვლილაო. ძალიან ღვთისმოსავი ადამიანი იყო. შემდეგ სხვა სულიერ მოძღვართან მივედი. ბავშვების ასაკში, სულიერ ცხოვრებაში სხვადასხვა გარდამტეხი მოვლენები მქონდა. თუმცა, ასე ვთქვათ, მართლმადიდებელი ეკლესიის სასარგებლოდ გაწეულმა აპოლოგიამ მიბიძგა, რომ ბევრი წიგნი მეკითხა. ძალიან ბევრს კითხულობდი. თანაც კითხვა არ მიჭირდა. ასე შევიძინე ერთგვარი სულიერი არსენალი და შემეძლო იეღოვას მოწმეებს დავპირისპირებოდი. რა ერქვა ბებიას? სუსანა. სუსანა ბებიამ განაგრძო თავისი როლი. დიახ, ბებია ერთგული დარჩა. მივყავდი ეკლესიაში, უკითხავდი სულიერ წიგნებს, რომლებსაც უკვე დამოუკიდებლად პოულობდი. უკვე ასაკიც მოგემატა, ჩაიარა მე-7 კლასმა. დიახ, მერვე კლასში ჩემი ველოსიპედიც მქონდა. მთელ ქალაქში, სადაც ქადაგება იქნებოდა, ყველგან მივდიოდი. არ მახსოვს როგორ ღებულობდი ინფორმაციას. ინტერნეტი არ იყო, მაგრამ ხან საიდან გებულობდი, ხან საიდან. ხუდლების ქადაგებები თუ ერისკაცებისაც? ხუდლების, პროფესორების, ღვთისმეტყველების, ყველასი, სადაც კი იქნებოდა ქადაგება, მივდიოდი. ეს ძალიან დამეხმარა და არ მომცა საშუალება იმდროინდელ საეკლესიო პრობლემებში გავხლართულიყავი. მაშინ რთულად იდგა საკითხი. იმავდროულად დაკავებული ვიყავი მუსიკით. უკრავდი პიანინოზე, კლარნეტზე, აკორდეონზე. კლარნეტზე ძალიან კარგად უკრავდი და სკოლის ორკესტრიც ვიყავი. მშობლები არ მზღუდავდნენ. მივდიოდი სადაც მინდოდა. კლარნეტი ყოველთვის თან მქონდა. ველოსიპედზე ვკიდებდი და ვამბობდი. კლარნეტით სასეირნოდ მივდივარ მეთქი. არადა ამ დროს როგორ ვიქცეოდი, სადაც კი იეღოვას მოწმეებს დავინახავდი, მათთან მივდიოდი. რომელ სახლშიც მივიდოდნენ, მეც მათ გვერდით ვიდექი. ისინი ხალხს ეუბნებოდნენ, ჩვენ იეღოვას მოწმეები ვართო. მე კი ვეუბნებოდი, რომ არ დაეჯერათ მათთვის. ესენი იეღოვას მოწმეები კი არა, სრულმოწმეები არიან მეთქი. ხალხს ეუბნებოდნენ, სახარებაზე გაგესაუბრებით. მეც გაგესაუბრებით მეთქი და სახლში შევდიოდი მათთან ერთად. მერვე კლასში. მერვე კლასში. საკვირველია როგორ არ მცემდნენ. ყველა გეგმას წყალში ვუყვრით. შემდეგ ჩემი კლასელებისგან ბავშვთა ჯგუფი ჩამოვაყალიბე. ქრისტიანული წიგნის მაღაზიებიდან ყიდულობდით წიგნებს, მივდიოდით სახლებში და ვყიდიდით. თავ ქადაგებდით. განა რა უნდა გვეხადაგა ამ ასაკში.
უქადაგებდით ხალხს. ყოველ ნაჩვენადღევს ეს ხდებოდა. ჩვენი ველოსიპედებით ვიყავით ორგანიზებულნი. უკაცრავად თქვენმა სიყმაწვილემ რა როლი ითამაშა მთელ ამ ისტორიაში? მაშინ მერვე კლასში იყავით. მაშინ ყველაფერი მეტად უბრალო იყო. არ არსებობდა ბევრი გამოწვევა და ჩემი გონებაც სხვაგან იყო. ამასთანავე მუსიკითაც იყავით დაკავებული, სულიერი საკითხებიც გაინტერესებდა, შესაბამისად სხვა დანარჩენს თავი დააღწიეთ. ამას აქში არ მქონია მსგავსი განსაცდელები. ვერაფერს ხვდებოდი. მხოლოდ იმას ვფიქრობდი, რომ მექადაგა. ქრისტიანული წიგნები გამეყიდა და იაღოელების ცდომილებების შესახებ მესაუბრა. ყოველივე ამან კულმინაციას მე-9 კლასში მიაღწია. მე-9 კლასის დასასრულს ერთგვარი საკვირველი გზით წავედი და პაფოსის ეპარქიაში მაშინდელ მიტროპოლიტთან დავრჩი. ის შემდეგში კვიპროსის მთავარეპისკოპოსი ქრიზოსტომოს პირველი გახდა. შემდეგ პაფოსში არასრული საშუალო სკოლას დავამთავრე და ლიცეუმში სწავლის პერიოდში სტავროუნის წმინდა სავანეს დაუკავშირდი, სადაც 1973 წლის 27 დეკემბერს პირველად მივედი და წმინდა ბერს ათანასე სტავროუნელს აღსარება ჩამოვარე. უკაცრავად წასული იყავით ხომ უკვე სახლიდან? სახლიდან წასული ვიყავი და პაფოსის ეპარქიაში მივედი. დიდი აურზაურისა და ფუნტის შემდეგ. უკვე სამუდამოდ მიხვედით იქ? სამუდამოდ დავრჩი მიტროპოლიაში. მე უფრო ვფიქრობ პირველი გადაცემის დრო ამოიწურა. წინ მრავალი რამ გვაქვს სათქმელი, ასე რომ ველოდებით შემდეგ გადაცემას. ეს პირველი შთაგონება იყო. შეგვეციოს ღმერთი, რომ მომდენო გადაცემებში სულისთვის სასარგებლო საკითხებსაც შევეხოთ. დიდი მადლობა.